დღეს უნდა ვილაპარაკო რწმენაზე. იცით, მეუხედავად იმისა, რომ ყველა ერთ ადგილზე დავდივართ, ერთ ბიბლიას ვკითხულობთ. ჩვენ მაინც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ რწმენას. რა არის რწმენა? ვის შეუძლია მითხრას რა არის რწმენა? უხილავის დაჯერება, ძალიან კარგი. კიდე? ის რასაც ვერ ვხედავ და გვიყვარს. კიდე? მართალი ხარ. რაზეც ვიმედოვნებთ, კიდე? აბა სხვანაირი განმარტებები თუ გაქვთ, რაღაცა რაც თქვენგან გიცდიათ. აუცილებელი არ არის რომ რომელიღაცა მუხლი გაიხსენოთ. აი თქვენეული განცდა. აი თქვენ როდის მიხვდით რომ რაღაცა საკითხში რწმენა წარმოაჩინეთ. როგორ? ცოტა შეგიძლია კიდე უფრო დაკონკრეტდა. დაიმორცხვა. აბა კიდე მოქმედება, კი ბატონო, გეთანხმები, მშვენიერი პასუხია. კიდე? მინდობა, კი ბატონო, კიდევ? ეჭვი არ გეპარება, კი ბატონო. თქვენი გაიხსენეთ კიდევ. გადაწყვეტილება. რომელმა თქვა ეს? ძალიან კარგი. როგორ? გამარჯვების სურვილი, ძალიან კარგი. კიდევ? დარწმუნება. რას მეტყვი? თითქოს აი აქ აქვს რაღაც თქმა გინდა, აბა? არა? რწმენა. აი მაგალითად წინა კვირას როგორ წარმოაჩინე რწმენა? აი მორწმუნე რო ხარ. როგორ გამოავლინე ეს წინა კვირას? მარკოზის სახარებიდან ერთი ადგილი მინდა წავიკითხო. მე-10 თავი 46 მუხლი. მივიდნენ იერიხოში. იერიხოდა რომ თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად გამოდიოდა, გზის პირას ბრმა მათხოვარი ტიმეს ძე ბარტიმეოსი იჯდა. როცა ყური მოჰკრა, ეს იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო, ამბობდა: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე. ბევრი უცხრებოდა რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ მან უფრო უმატა ყვირილს. დავითის ძეო, შემიწყალე. შეჩერდა იესო და თქვა: დაუძახეთ. დაუძახეს ბრმას და უთხრეს: ნუ გეშინია, ადექი გეძახის. გადაიგდო თავისი მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან. იესომ კითხა მას: რა გინდა რომ გაგიკეთო? ბრმამ უთხრა: რაბუნი, კვლავ რომ ვხედავდე. იესომ უთხრა: წადი, შენმა რწმენამ გიხსნა. მყისვე აეხილა თვალი და გაჰყვა იესოს გზაზე. აი ერთი პატარა მონაკვეთი. იესომ უთხრა რომ წადი, შენმა რწმენამ გიხსნაო. აი მაინტერესებს როგორ დაინახა იესომ ბრმა ბარტიმეოსის რწმენა. შეგიძლიათ მითხრათ? თქვენი აზრი. გამოხატა მოქმედებით. რა მოქმედება იყო ეს? წინააღმდეგობის მიუხედავად არ დადუმდა. საინტერესო მიდგომაა, ხედავ? თურმე რწმენა მაინც და მაინც ის კი არ არის აქ შიგნით რას გრძნობ. შეიძლება შიგნით სულაც ვერ გრძნობდე რაღაცას ისე როგორც შენ გინდა. მაგრამ თუ სწორ ნაბიჯებს გადადგამ, თუ მიუხედავად წინააღმდეგობისა მაინც ჩაეჭიდები რაღაცას, ბევრი უცხრებოდაო მას 42 მუხლში წერია, რომ გაეჩუმებინათ. თუ მიუხედავად იმისა, რომ არაკომფორტულად იგრძნობ თავს, ბევრი მოწინააღმდეგე გაგიჩნდება. როგორ უცხრებოდნენ ახლა იმას, არ ვიცი, რას ეუბნებოდნენ, მაგრამ
ვინ არის ეს მათხოვარი? არ წაიღო გული და twini. გაჩუმდი რა. შენღა ეკალდი ახლა მოძღვარს. რაღაცნაირად ხო გააჩუმებდნენ. მე არ ვიცი, შეიძლება ვიღაცამ შემოცხო კიდევაც. შეიძლება ვიღაცამ ლანძღვა გინება დაუწყო. შეიძლება ვიღაცა დასცინო და თქვენ როგორ გაჩუმებენ ხოლმე? შეიძლება არც გეჩხუბებიან, მაგრამ ისე რაღაცნაირად შემოგხედავენ. კიდე დადიხარ იქ. ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცები? და იმ წუთში სამდღიანი დეპრესია გეწყება. ხედავთ, ეს კაცი ყვირის იესო ძეო დავითისა მიშველე. ბრმა არის. თითქოს რა, კაცს აქვს რაღაცა ურთიერთობა თავის უფალთან. ვისი რა საქმეა? მაგრამ ახლა ამ კაცს დიდი ფულის შოვნა რო არ შეეძლო, ეკლესიაში მოტანა რო არ შეეძლო, რაღაცა სინაგოგების აშენება რო არ შეეძლო, რაღაცა განსაკუთრებულის გაკეთება რო არ შეეძლო, ხო ფაქტია. მე არ ვიცი შენ რისი შესაძლებლობები გაქვს. მაგრამ ღმერთ ძალიან უნდოდა რომ ბარტიმეოს რწმენა წარმოეჩინა. ამიტომ ის უგუნური ხალხი გამოიყენა იქვე გარშემო. რაც აქვს ღმერთს იმას იყენებს. ასე არ არის? კიდევ კარგი იმ ხალხმა გაჩუმება დაუწყო ბარტიმეოს. კიდევ კარგი ბარტიმეოსმა ყურადღება არ მიაქცია ამ მოწინააღმდეგე ხალხს და საწინააღმდეგო აზრს. იმიტომ რომ სხვანაირად რწმენის წარმოჩინება მისთვის ფაქტიურად შეუძლებელი იქნებოდა. იესო ხმას არცემს. პირველივე დაძახებაზე რომ მიექცია იესოს ყურადღება, რაღაც გავიგონე, მოიცა ერთი წუთით. ბარტიმეო, შენ ახლა აბა მითხარი რა გინდა, მოიყვანეთ, თვითონ კი არ მოვიდეს. თქვენ მოიყვანეთ, ხელში აიყვანეთ, ან მოიცა, მე თვითონ მოვალ, არა. ბრმა ბარტიმეოს ალბათ სავარაუდოდ აყროლებულს, იმიტომ რომ გოგირდის აბანოებში ვერავინ ვერ წაიყვანდა იმას. ალბათ ხალხს ხელის მოკიდებაც ეზიზღებოდა, ხო? გინახავთ ისეთი ქუჩაში მაცხოვრებელი ადამიანი, თითქოს გეცოდება, თითქოს გინდა რაღაც უთხრა კიდე, მაგრამ მიდიხარ ახლოს და ამ ბრმას გარდა იმისა, რომ წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია, გარდა იმისა, რომ ხალხის ზიზღის გადალახვა მოუწია, ისიც წერია, რომ თავისი მოსასხამი გადააგდო და მივიდა იესოსთან. ნეტა როგორ მივიდა იესოსთან? არ გაინტერესებ ბრმა კაცი. აქვე რო ყოფილიყო, ალბათ ყვირილი არ დაჭირდებოდა, ხო? იესო სადღაც იყო, ბავშვად ერთი 20 მეტრში. რამდენი რამე იმალება რა ამ პატარა მონაკვეთში, რომ ჩაუფიქრდე. რამდენი პატარა წვრილმანი იყო, რითიც ბარტიმეოს მიეცა საშუალება, რომ რწმენა გამოევლინა თავისი. და რა კარგია, რომ ბარტიმეოს რწმენა აღმოაჩნდა. იმიტომ რომ იესომ ნახე რა უთხრა. წადი, შენმა რწმენამ გიხსნა. ისიც კი არ უთხრა, რომ ტაში მე დამიკარიო, მე ვარ მაგარი უფალიო. შენმა რწმენამ გიხსნა, მას რომ რწმენა არ ქონოდა, ვინ იხსნიდა ნეტა ბარტიმეოს? წინა შაბათს რა კარგი იყო, რამდენი ახალგაზრდები იყვნენ მოსული. ვიღაცას წინა შაბათს რწმენა ეყო. ვიღაცის სანახავად რომ მოსულიყო. ამ შაბათს მაინც და მაინც აღარ ეყო რწმენა. იცი თითქოს ეს პატარა წვრილმანია. თითქოს არაფერი, მაგრამ უფალი აი ამ წვრილმანებს აკვირდება. ბარტიმეოსი ბრმაა. 5 წუთია მომყვირის. ხალხი უწყრება. მაგრამ ნახე რა დაჟინებულია. ჯერ პასუხს არ გავცემ, აბა ვნახო. შეძლებს კი რომ წარმოაჩინოს თავისი რწმენა. აქვს კი რამე ჩემთან მოსატანე. და ბარტიმეოსი უნკლავდება ამას.
უფრო მეტიც, ახლა დავალებას ღებულობს. იცი, კარგია რომ რწმენა გაქვს და ყვირი ხარ მან, მაგრამ ეგ საკმარისი არ არის. შენ რწმენის ნაბიჯიც უნდა გადადგა. შენ უნდა წამოხვიდე ჩემსკენ. შეიძლება ზუსტად არ იცი სად მიდიხარ. შეიძლება რაღაცას თავიც მიარტყა. შეიძლება სადღაც ჩავარდე. ჩვენ არ ვიცით იქ, შეიძლება წაიქსაკიდეს და მუხლიც გადაიკლიტა. შეიძლება ვიღაცას დაეჯახა, შეიძლება ვიღაცამ ხელი კრავს გადი იქით მერას მედები. არ ვიცით, ეს დეტალები აქ არ წერია, მაგრამ თუ მას ყვირილი ჭირდებოდა რომ იესოსთვის ხმა მიეწვდინა, ესე იგი რაღაც მანძილი ქონდა გასავლელი და ეს მანძილი მან გაიარა ან ხელის ცეცებით, ან ჯოხის დახმარებით. ნაბიჯ, ისე რომ არ იცოდა სად მიდიოდა, მას ნანახიც არ ყავდა იესოს სახეზე. ეს რწმენაა, ძვირფასებო. როდესაც გესმის ღმერთის ხმა, არ იცი საით გეძახის, არ იცი როგორ გამოგივა, მაგრამ რადგან გესმის ღმერთის ხმა, მზად ხარ იმოქმედო. მზად ხარ ნაბიჯები გადადგა. მზად ხარ მიენდო მას. ეს ის წვრილმანებია, ის დეტალებია, რასაც ღმერთი თურმე რწმენად გვითვლის. არ ვიცი შენ როგორი წარმოდგენა გაქვს რწმენაზე. მაგრამ ჩვენ ცოცხალი ადამიანები ვარ და ცოცხალ ღმერთთან გვაქვს ურთიერთობა. და რაღაცა ფორმულებით ღმერთს ვერ მიუახლოვდები, საჭიროა რომ შენი ცოცხალი რწმენა წარმოჩინდეს იმ ცოცხალ სიტუაციებში, რომლებშიც ხარ და გადიხარ. ამენ. იცი, შენ შეიძლება ძალიან ბევრი მოლოდინი გქონდეს ღმერთისგან, მაგრამ როგორც კი შემოგიყვირებენ, როგორც კი გიბრძანებენ, როგორც კი წინააღმდეგობას განიცდი, როგორც კი თავს კარგად ვერ იგრძნობ, როგორც კი რაღაცა ტვირთი გექნება ასაღები, როგორც კი რაღაცა პასუხისმგებლობა გაიზრდება ან დამძიმდება, შენ წყვეტ ყვირილს. ან შეიძლება ელოდები, ლოცულობ, ყვირი ხარ, არც ჩუმდები, მაგრამ სანამ კაფიოდ არ დაინახავ რაღაცა სურათს, სანამ ღმერთი არ დაგიჯდება და ყველაფერს არ შეგითანხმებს, სანამ ყველა წვრილმანს არ გაგიცხადებს, სანამ არ აგიხსნის, როგორ უნდა დაამთავრო სასწავლებელი, ფული სად უნდა ეშოვო სწავლის, მე როგორ უნდა გათხოვდე, ან როგორ უნდა მოიყვანო ცოლი, ან სამსახურს რა გზით გაშოვნინებს, ან მსახურებაში როგორ წამოიწევი, ან როგორ შეგამჩნევენ ეკლესიაში, ან ის როგორ იქნება, ან ეს როგორ იქნება, თითის თითზე დარტყმა არ გინდა. იცით, ეს პრეტენზიები ადამიანებს გვაქვს ხოლმე. მე საკუთარი გამოცდილებით ვიცი. ერთხელ უფალმა რაღაც დამანახა, რომ უნდა გამეკეთებინა. დავდექი, ვლოცულობ, მარხულობ, ღმერთო, მითხარი როგორ უნდა გავაკეთო. ღმერთმა რაღაც ნაწილი დამანახა, რაღაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ეს არაფერი არ იყო, ძალიან პატარა რაღაც იყო. მითხრა, ჩადი იქ. კი ბატონო, ჩავიდე, მაგრამ ვის მივადგე, რა გავაკეთო? როგორ მოვიქცე და ვლოცულობ და ვმარხულობ. ღმერთო, მე რა უნდა გავაკეთო? იქ ვინ შემხვდება, ამიხსენი ყველაფერი და ორდღიანი მარხულოცვის შემდეგ უფალმა გამახსენა მოსე. შენ ვინ ახარ ასეთიო? მოსეზე თვინიერი კაცი არ ყოფილა ამ დედამიწაზე და იმასაც რო ვეტყოდი, რომ მიდი ამ თასთან, მივიდოდა იმ თასთან და მე მელოდებოდა კიდე როდის დაველაპარაკებოდიო. 6 თვე შეიძლება ერთ მთასთან ყოფილიყო. და უფალს არაფერი არ ეთქვა. ან ეთქვა, წამოდი ახლა მიდი ამ ზღვასთან. დგანან ამ ზღვასთან და აღარ იციან რა უნდა გააკეთო. მეტი არაფერი არ უთხრა. იცით, ხანდახან ღმერთი არ გაძლევს სრულ ხედვას. იმიტომ რომ ღმერთს უნდა რომ მასთან იყო მჭიდრო მოზიარეობაში. მას უნდა რომ ყველა ნაბიჯზე მისი აზრი გაინტერესებდეს. მას უნდა რომ შენ დგები თუ არა, მასთან ურთიერთობის არამხოლოდ მოთხოვნილება, საჭიროებაც გქონდეს. ის შენი ოჯახის წევრია, შენი მამა, მან გაგაჩინა. ის გამზადებს რაღაცისთვის და ამიტომ. იმიტომ რომ ადამიანებს აქვთ ეს სურვილი დამოუკიდებლობისა. ადამიანებს აქვთ ეს სურვილი თვითონ იმოქმედონ,
სხვებთან შეუთანხმებლად. ჩვენ გვაქვს ეს სურვილი, მაგრამ ეს არასწორი სურვილია. ისიც წმინდა წერილი გვეუბნება, რომ თუ კი სხეულის ერთი 100 ეტყვის მეორეს რომ არ მჭირდები, უკვე სხეულის პრინციპი ირღვევა. ღმერთმა ეკლესია მორწმუნეები შეადარა სხეულს, სადაც აი ამ ხელს ეს ხელი ჭირდება. ორივეს ფეხები, ფეხებს ტანი, თავი და ასე შემდეგ და თქვა, თქვენ ერთმანეთს ვერ ეტყვით რომ არ მჭირდებით. ვერ ეტყვი იმას რომ მე ჩემ თავს მივხედავ, მე ვიქნები სულიერი, მე მივიღებ გადაწყვეტილებას. პირიქით თქვენ ყველანი ერთმანეთზე ხარ დამოკიდებული. ხელმა უნდა მიიტანოს პირამდე საკვები. ფეხმა უნდა მიგიყვანოს მაღაზიაში რომ საკვები იყიდო. ტვინმა უნდა მოქცეს აზრი როგორ უნდა გამოიმუშაოს საკვების საყიდელი ფული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კუჭმა უნდა გადაამუშაოს, ღვიძლმა სისხლი უნდა გაწმინდოს, თვალმა უნდა დაინახოს, ყურმა უნდა მოისმინოს. რაც გვაქვს, ყველაფერი საჭიროა. ამენ? და მე ეს სხეულიო თავზე უნდა იყოს მიმაგრებული, რომელიც არის იესო ქრისტე. როგორც კი სხეულს თავს აჭრი, ინახავთ ქათამი, თავმოკვეთილი. ვის უნახავს? რა ემართება ქათამს? აი, ასე ფართხალებენ ქრისტიანები, რომლებიც იესოს არ ეწებებიან. რაღაცას თითქოს აკეთებენ, თითქოს მოძრაობენ კიდეც, მაგრამ სულიერ განზომილებაში ეს არის ფართხალი. მე არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს იესოსთან იყო შეერთებული ყოველგვარი მაცოცხლებელი კავშირებით, მაგრამ ჩემთვის ეს იცით რა არის? ჩემთვის ეს არის ვიყო იქ, სადაც ეკლესია. თუ ახალგაზრდა ვარ, ესე იგი, სადაც ახალგაზრდული ეკლესია იკრიბება, იმ დღეს იმ ადგილზე უნდა ვიყო. თუ ეკლესია კვირა დღეს 11 საათზე იკრიბება, ან 3-ზე თუ 4-ზე, ესე იგი მე თუ ეკლესიის ნაწილი ვარ, მე იქ უნდა ვიყო. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო მნიშვნელოვანი? არაფერი. იმიტომ რომ შენ შეიძლება შემოგთავაზოს ასეთი რამ. ვაკო, იცი რა, მე შენ გაჩუქებ Mercedes. ოღონდ ერთი პირობით. თავს მოგაჭრი. ამას გვიკეთებს ჩვენ ბოროტის ვირფასებო. შემოგთავაზებს უამრავ რამეს, ოღონდაც არ ეჭიდებოდე თავს იესო ქრისტეს. და რადგან ქათამი ფართხალებს რამოდენიმე ხანს, რადგან ჩვენ სიარული შეგვიძლია, ჭამა შეგვიძლია, რადგან შეგვიძლია რომ რაღაცა გადაწყვეტილებები მივიღოთ დამოუკიდებლად, ჩვენ გონია რომ ცოცხლები ვართ სინამდვილეში, თუ არ ეჭიდებიო თავს, რომელიც არის იესო ქრისტე, თუ მასთან შეერთებული არ ხარ ყოველგვარი მაცოცხლებელი კავშირებით, შენ წყვეთ ზრდას და სულიერ არსებობას. იმიტომ რომ ჩვენი მაცოცხლებელი არის იესო ქრისტე. ამიტომ ღმერთი ყველაფერს არ გიცხადებს. ამიტომ ღმერთი რაღაცას გეუბნება, შვილო, დღეს ეს უნდა გააკეთო. დღეს შენი რწმენა აი ასე უნდა წარმომიჩინო. გათენდა? უბნის მსახურების დღეა? დღეს იქ გელოდები. აუ რატო წინა მსახურებაზე კაი ვერაფერი მოვისმინე? იცი რატო ამას იქ გაიგებ, როდესაც მოხვალ? თუ გექნება მოლოდინიც ავსეგული. ამაში შეგეწინააღმდეგებიან ადამიანები, დაქცინებენ, რაღაც პრობლემები წამოყოფს თავს, ვიღაცა შეიძლება დაგემუქროს კიდეც. შეიძლება ძვირიც დაგიჯდეს, მაგრამ ბარტიმეოსისთვის ეს იყო ის ფასი, რაც მას უნდა გადაეხადა. ბევრი უწყრებოდა, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ მან უფრო უმატა ყვირილს. იცით? ხანდახან კარგ ქადაგებას მოისმენ და ღებულობ გადაწყვეტილებას. მორჩა. მე სწორად უნდა მოვიქცე. ამის მერე ასე ვიზამ. ამისგან უნდა გამთავისუფლდე. ამ პრობლემაზე უნდა გავიმარჯვო და იცით რა ხდება? პრობლემები უფრო მრავლდება. თითქოს ღმერთს უნდა დაენახა რომ შაბათს რომ მიხვედი მსახურებაზე რაღაც გადაწყვეტილება მიიღე. თითქოს ღმერთს უნდა ხელი მოემართა შენთვის და პრობლემები უფრო გამრავლდა. წინააღმდეგობა უფრო გაგიმრავლდა. თითქოს მარტო დარჩი. დიახ? მადლობა ღმერთს ამისთვის. რატომ იცი? შენ ხმას უნდა აუწიო.
ღაღადი უნდა გააძლიერო. ლოცვა უნდა გააძლიერო. იმისათვის რომ იმდენი რწმენა წარმოაჩინო, რამდენიც საჭიროა შენი დახსნისთვის. ზოგს დიდი რწმენა აქვს. ზოგს პატარა რწმენა აქვს. პატარა საქმეებს პატარა რწმენა ჭირდება, დიდ საქმეებს დიდი რწმენა ჭირდება. თუ შენი პრობლემა ჯერ კიდევ მოსაგვარებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალს ჯერ არ უნახავს ამ პრობლემის მოგვარებისათვის შესაფერისი რწმენა. ამენ. ხვდებით რაზე ვლაპარაკობ? ხანდახან უფალი აჯანჯლებს რაღაცას, რომ საშუალება მოქცეს უფრო მეტი გააკეთო, რომ რწმენა წარმოაჩინო. მეტად შეღაღადო. მეტ გამოწვევებს გაუმკლავდე. მეტი ბარიერები გადალახო. კიდევ ერთი ადგილი მინდა წავიკითხო. მათეს სახარებიდან. მე-15 თავი 21 მუხლიდან. გამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში. და ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეღაღადა მას. შემიწყალე უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი მძიმე ეშმაკეულია. მას კი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. ნახეთ. ქალმა შეღაღადა მას. შემიწყალე უფალო, მაგრამ უფალს სიტყვაც კი არ უთქვამს. შენ ხანდახან ერთს რო წაილოცებ, იმ წუთში გინდა რომ გიპასუხოს უფალმა. მაგრამ შენი ერთი წალოცება რწმენის ინდიკატორი არ არის. ღმერთს ჭირდება რომ დარწმუნდეს და დაგანახოს შენი სისუსტეები, რამდენ ხანში დუმდები, სად ნებდები. რამდენი ხანი ყოფნის რწმენა რეალურად. არის თუ არა შენი რწმენა საკმარისი იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოაგვარო. ამ კითხვაზე პასუხი გაგცენ. უფალი ხმას არ იღებს, მას კი სიტყვაც არ უთქვამს. რას აკეთებს ეს ქალი? პირდაპირ არ წერია, მაგრამ ნახეთ ეს ქალიც ბარტიმეოსივით იქცევა. ნახეთ მოწაფეები მივიდნენ და სთხოვეს. გაუშვი იგი, რადგან ზურგში მოყვირის. არ ვიცი ახლა ამ ქალს აჩუმებდნენ იქ თუ არ აჩუმებდნენ. ის ბრმა და აყროლებული შეიძლება სულაც არ იყო და შეიძლება ვერც გაუბედეს, გაჩუმდი და ხმა ჩაიკმინდეო, მაგრამ შეწუხდნენ. უფალი ხმას არცემს, მიყვება და მიყვირის ზურგში. ისე რომ უფალი ხმას რო არცემს ეს არაფერი, მოციქულები შეწუხდნენ. რამდენი ხანი მიყვირო და არავინ არ იცის, მაგრამ აი ესო მიდის, მოციქულები მიყვებიან და უკან მისდევს ქალი და მიყვირის. ჩვენ ხანდახან იცით რაზე ვიბუტებით ხოლმე? აი მივედი ვიღაცას გამარჯობა უთხარი და გვერდზე გაიხედა და საერთოდ აღარ მინდა იმის დანახვა. აცნობია თქვენთვის ეს ამბავი. გაიცინა. ხდება ხოლმე ასეთი რაღაც, იცი? ვიღაცა ღიმილზე ღიმილით არ გიპასუხებს. ვიღაცა არ მოგესალმება. ვიღაცა რაღაცას არ შეგისრულებს და შენ ზურგში კი არ მისდევ და კი არ მიყვირი ხარ. ჰეი, ძმაო, გამარჯობა გითხარი. დანახვა აღარ გინდა. ეს ქალი მივიდა ყველაზე კეთილ მოძღვართან ამ დედამიწაზე. ამ მოძღვარზე 1000-ნაირი ხმა დადის, აი წყალზე გაიარა, აი მკვდარი გააცოცხლა, აი ბარტიმეოს თვალები აუხილა, იცი რა კეთილია, იცი რა კარგია, მიდი იმას თხოვე. მივიდა თხოვა და რა, ხმასაც არსებს. ჩემი ბედი დაიწვას, არავინ ჩემი პატრონი არ არის. ასე ხო არ გემართებათ ხოლმე. მაგრამ ამ ქალს რწმენა ქონდა. ამ ქალს სჯეროდა რომ თუ მისწოდებოდა იესოს გულს, იესო მის პრობლემას მოაგვარებდა. ამიტომ არად ჩააგდო იგნორი. არაფრად ჩააგდო დამცირება. შერცხვენა და ჩვენ ამას შემდეგ მუხლებში კიდევ ვნახავთ. ისი ჩვენ ხანდახან ერთხელ არ მოგვესალმებიან და ყველანაირი სურვილი გვეკარგება, მაგრამ
ეს ქალი ასე არ იყო. იმდენად დიდი იყო მისი რწმენა, რომ თქვა, ჯანდაბა ჩემი თავი, არ მაინტერესებს ახლა მე კომფორტი. არ მაინტერესებს, ვინ წუხდება და ვინ არ წუხდება ჩემს გამო. მე უნდა ვილოცო. მე უნდა გავაგრძელო დგომა. მე უნდა გავაგრძელო ღაღადი. იქ გაუყვები იესოს სადაც წავა. შეიძლება დღეს საერთოდ არ მიპასუხოს. შეიძლება სხვა ქალაქში გადავიდეს, მაგრამ იქაც გავყვები, იმიტომ რომ იესო ერთადერთი შანსია ჩემთვის, მაგრამ აქ არ მთავრდება ყველაფერი, ნახეთ? მოწაფეები მივიდნენ და სთხოვეს გაუშვი იგი, რადგან ზურგში მოყვირის. შეწუხდა ხალხი. მან კი უთხრა პასუხად, მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან ვარ მოვლინებული. ნახეთ, სხვა ადგილზე წერია, იესომ უთხრა, რომ მე ებრაელებისთვის მოვედი. ეს ქალი კი ქანაანელი იყო. მე მხოლოდ ისრაელიანებთან მოვედი, იესო ამბობს. მაგრამ ამ ქალმა რაღაც უფრო მეტი იცის, ვიდრე მე და თქვენ. იცით ეს ხრიკიც არის ასეთი. წარდგები ღმერთის წინაშე, ლოცულობ და ვიღაცა გეუბნება, შენ ღირსი არ ახარ. აი შენ გუშინ, ახსოვს რა გააკეთე? შენ ღირსი არ ახარ. ამ ქალს უთხრეს, შენ სხვა ხარ. შენ ღირსი არ ახარ. არა იმიტომ რომ ღმერთს გული არ შესტკივა. არამედ იმიტომ რომ იცის ამ ქალის გულში რა არის. განა ღმერთი მიკერძოებულია, მაგრამ მან იცის რა არის ადამიანთა გულებში. და ყველას ელაპარაკება იმის მიხედვით, რაშიც ჭირდება ამ ადამიანს ჩასწორება, გადახედვა სიტუაციის. ვიღაცას უთხრა, შენ ისრაელიანი არ ახარ. ვიღაცას უთხრა, დიდია შენი რწმენა. ისეთ რომაელი ასის თავისთვის არ უთქვამ, შენ ძაღლი ხარო. არა და არც ის ყოფილა ისრაელიანი. იმიტომ რომ რომაელ ასის თავს უყვარდა ებრაელი ხალხი და სინაგოგაც მან აუშენა. ეს რას ნიშნავს, იცით? მას არ ეზიზღებოდა ებრაელები. ეს იმას ნიშნავს, რომ მას საკუთარი თავი უკეთესად არ წარმოედგინა ებრაელებზე. ამიტომ ამ კაცს, ამ რომაელ ასის თავს არ ჭირდებოდა თავის დამდაბლება. არ ჭირდებოდა იმის თქმა, რომ შენ ძაღლი ხარ. იმიტომ რომ ის კაცი გულში გაამაყებული არ ყოფილა. პირიქით დამდაბალი იყო. ისიც კი უთხრა, ღირსი არა ვარო, რომ ჩემ სახლში შემოხვიდე. ღირსი არა ვარ. შორიდან თქვი, მეც ძალაუფლების ქვეშ მყოფი კაცი ვარ. მაგრამ ამ ქალს სხვანაირად ექცევა იესო. შენ შეიძლება წარმოგიდგენია, რომ რაღაცნაირად უნდა მოგექცეს იესო, მაგრამ მხოლოდ იესო მიცის და შენზე კარგად იცის, შენ როგორ უნდა გელაპარაკოს, როდესაც შენ ელაპარაკები მას. აი ამ ქალის შემთხვევაში ასე იყო. მივიდა თაყვანის ცა და უთხრა, მიშველე უფალო, ხოლო მან მიუგო, არ არის კარგი შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო. ქანაანელები ებრაელების მტრები იყვნენ. არ თვლიდნენ ნორმალურ ხალხად. და ახლა ქანაანელს დაჭირდა ებრაელის დახმარება. და რაც კი რაიმე ნალაპარაკები აქვს ამ ქალს, ან არასწორი წარმოდგენა, ახლა ჭირდება რომ ამ ქალმა შეცვალოს. მე ამას სრული დაჯერებულობით ვაცხადებ, იმიტომ რომ წმინდა წერილიდან უკვე ვიცი ღმერთის ბუნება და ისიც ვიცი რომ ღმერთი არავის განსაცდელს არ მისცემს ისეც, რომლის ფესვიც იმ ადამიანის გულში არაა. ღმერთი არ ერთობა ჩვენით. ის ისეთ განსაცდელებს უშვებს ჩვენს ცხოვრებაში. რა განსაცდელების ფესვებიც არის ჩვენს გულში. ამენ. ამ ქალს რატომღაც უთხრა, შენ ხარ ძაღლი. და მე ძაღლებისთვის არ მოვსულ ვარ. წარმოგიდგენიათ თქვენი თავი, როდესაც ღმერთთან მიდიხარ რაღაცის სათხოვნელად. და პასუხად გესმის. ძაღლი ხარ შენი.
არ ხარ მიღებული. აი ამის გამო. იცით მე მილოცია ჩემს ცხოვრებაში. და ულოცულობ ხოლმე. ასე, უფალო. მამხილე მე ვინაიდან წყალობა ამხილებანი შენგან. იცით უფალი თუ გეტყვის ძაღლი ხარო, იმასაც გეტყვის რატო ხარ ძაღლი. და ეს ძალიან დიდი წყალობაა. ჯობია გითხრას უფალმა რას ფიქრობს შენზე, ვიდრე საერთოდ არ ჩაგთვალოს იმის ღირსად, რომ რაიმე ხმა გაქცეს. მეთანხმებით? თავიდან ეს ქალი არ იმსახურებდა იესოს პასუხს. მაგრამ რწმენა წარმოაჩინა. არ გაჩერდა, არ დანებდა. გზა გააგრძელა და მიჰყვირის იესოს. ისე რომ ხალხი შეწუხდნენ უკვე, ახლა იესომ ჩათვალა საჭიროდ რომ დაელაპარაკოს და ეუბნება. იცი რა, შენ ძაღლი ხარ. ძაღლი ხარ. აი ამიტომ და ამიტომ. იცით უფალმა შეიძლება ერთი სიტყვა გითხრათ, მაგრამ როდესაც უფლის თანდასწრებაში მის ხმას ისმენთ, ის ერთი სიტყვა შეიძლება ძალიან ბევრი ინფორმაციის მომცველი იყოს. ვინმეს გიგრძნიათ მხილება ღვთისგან. რომ გამხელს უფალი, თითქოს შეიძლება ერთი სიტყვა გითხრას. ან ვიღაცამ ერთი წინა დადება და შენ გაგახსენდეს წინა თვეს ჩადენილი რაღაც. იმ ადამიანმა არც იცის შენ რას გახსენებს. მაგრამ შენ იმ ერთმა სიტყვამ შეიძლება შენთვის პირადად ნათქვამმა არა, სცენიდან გაცხადებულმა რაღაცისკენ მიგითითა. აი ასე უთხრა უფალმა, შენ ძაღლი ხარ. მე კი ძაღლებთან არ მოვსულ ვარ და ამ ქალმა ზუსტად გააცნობიერა, რას ელაპარაკებოდა იესო ქრისტე. საიდან ხვდები რომ ზუსტად მიხვდა? იცით საიდან? მისი პასუხიდან. მან რაღაც უთხრა იესოს. და იესოს არ უთქვამს, არა, შენ ვერ გამიგე. მე მაგას არ გულისხმობდი, ასე არ უთქვამს. იესომ უთხრა. დიდია შენი რწმენა. შენ მარწმენამ გიხსნა შენ. აქედან ხვდები მე რომ ის ქალიც მიხვდა, რას გულისხმობდა იესო. და ჩასწორება მოახდინა თავის გულში, თავის დამოკიდებულებაში. ნახეთ რას ამბობს? უთხრა დედაკაცმა. დიახ, უფალო. მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა. ამ ქალმა თავი დაიმდაბლა და თქვა, ძაღლი ვარ. შენ მართალი ხარ, მე ძაღლი ვარ. მე ვცდებოდი. წმინდა წერილში იცით რა წერია? თუ ვინმე ამბობს რომ ცოდვა არ აქვს, ის ცრუა და ცრუთ ქმნის ღმერთს, მაგრამ თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, რა ხდებაო? რაო? ის პატიობს. მსმენს. რა უნდა გაბნიათ, რაიო? ნახეთ, თუ აღიარებ ღმერთის წინაშე შენ ცოდვას, ის პატიობს. რა ცოტაა საჭირო? თავის დამდაბლება, თავის მართლება კი არა, იცი რა? შენ არ იცი იმან მე რა მითხრა და ამიტომაც გაუბრაზდი. ჩვენ სულყველანი მიდრეკილნი ვართ იქით, რომ გამართლება მოუნახოთ საკუთარ ცოდვებს. სინამდვილეში საჭიროა რომ თვალი გაუსწოროთ იესოს მხილებას და უთხრათ, დიახ უფალო, ძაღლი ვარ, დიახ მრუში ვარ, დიახ ცრუ ვარ, დიახ ქურდი ვარ, დიახ ამაყი ვარ, ღმერთო, მიშველი. იესოს მიზანი სწორედ ეს არის. თუ შენ სინათლეზე გამოგაქვს შენი ცოდვა, თუ შენ თავს იმდაბლებ და აღიარებ იმას, რაც ისედაც იცის იესო. იესომ იმ დღეს კი არ გაიგო, რომ ის ქალი ძაღლი იყო. იმ ქალმა გაიგო იმ დღეს, რომ ძაღლი იყო. და როგორც კი გაიგო, უთხრა, დიახ უფალო, ძაღლი ვარ, მაგრამ მსმენია რომ ძაღლებსაც აქვთ იმედი. მსმენია რომ შენ ძაღლებს პატიობ. მსმენია რომ იმ ძაღლებს შეიძლება ბატონების ლუკმაპური არა, მაგრამ რაღაც ნამცეცები ხვდება. ამას უკვე იესოს მოწაფეები არ მოელოდნენ, მაგრამ იესომ ზუსტად იცოდა რა სახის დიალოგი უნდა ეწარმოებინა ამ ქალთან.
გაიხსენეთ ქალი ჭასთან, გაიხსენეთ უამრავი ადამიანი, გაიხსენეთ როგორც ცდილობდნენ იესოსთვის თვალები აეხვიათ, ხან მონეტა მიუტანეს, ხან გადასახადებზე შეეკითხნენ, ხან თეოლოგიური ცოდნა შეუმოწმეს, მაგრამ იესო იმას კი არ პასუხობდა ხოლმე, რასაც ეკითხებოდნენ. იესო იმას პასუხობდა, რასაც მათ გულებში ხედავდა. გახსოვთ ასეთი შემთხვევები? იესომ ზუსტად იცის რა გვჭირს ჩვენ. ამიტომ, როდესაც ის გელაპარაკება, თუ შენ წრფელი ხარ, თუ შენ ხვდები, მას შენი შეფასება არ გაუჭირდება. ზუსტად შეაფასა ამ ქალის მდგომარეობა და ეუბნება. ჰოი, დედაკაცო. დიდია შენი რწმენა, მოგეცეს რაც გსურს. მაინც რა არის ეს რწმენა? ზეგან წავიკითხეთ, რწმენა არის, როდესაც არეპუები წინააღმდეგობას. რწმენა არის, როდესაც არიღლები, რწმენა არის, როდესაც უძლებ დაცინვას, უძლებ ქილიქს, უძლებ წინააღმდეგობას. ახლა რწმენა რა იყო? თავის დამდაბლება, შეცდომების აღიარება, უკან დახევა, ცოდვების სინათლეზე გამოტანა. დიახ, უფალო, ძაღლი ვარ. ნახეთ რწმენა თურმე როგორ ვლინდება. მე არ ვიცი შენ იყენებ თუ არა აი ამ გზებს იმისათვის, რომ რწმენა წარმოაჩინო ღმერთის წინაშე. რწმენა ისიც ყოფილა, როდესაც შენ ღმერთს ენდობი და შეიძლება ვერ ხედავდე მთლიან სურათს, მაგრამ მიყვები. ხედავ, მე არ ვიცი შენ რა სიტუაციაში გადიხარ დღეს, მაგრამ მე ვიცი, რომ ღმერთმა სრულად იცის შენი მდგომარეობა და ის ისე გიდგება, რომ შენ რაღაცნაირად შეგაძლებინოს წარმოაჩინო შენი რწმენა. ამენ. და ყველაფერი რაც ხდება შენ ცხოვრებაში, ქილიკი იქნება, მშობლების დამოკიდებულება, მეგობრების, მასწავლებლების, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ღმერთს მიეწებო. უფრო დაჟინებით ითხოვო. გააგრძელო დგომა. ღმერთის იმედი გქონდეს. შეიძლება სრული სურათი არ გქონდეს, მაგრამ ხელების ცეცებით მაინც გააგრძელო. ღმერთს მიენდო, რომ ის დაგანახებს გამოსავალს. შეიძლება სადღაც თავის დამდაბლებაც დაგჭირდეს. ვიღაცამ რო ცხვირა დამიძახოს, ძალიან უნდა მეწყინოს? როგორ ფიქრობთ? თუ ეხლა ჩემი თავი რაღაც სხვანაირი ზეციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი მგონია, შეიძლება შოკში ჩავარდე და ეს როგორ მითხარი? და ხან წყემსთან მივიდე საჩივრით, ხან სხვა მსახურებთან და შევეცადო რომ ეკლესიიდან გავარიცხინო შენი თავი, გული დამიჭრა. მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, როგორი ცხვირიც მაქვს. და იმასაც გეტყვის, რომ მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ცხვირი მაქვს. შეიძლება თქვენ არ დამეთანხმოთ, მაგრამ შენ ცხვირზე ლამაზი ცხვირი ნახდათ მაქვს. იცი, ხანდახან ჯანს რაღაც შეფასება საკუთარი თავის. ძალიან ბევრ პრობლემას გვაშორებს. არიან ადამიანები, რომლებიც არაადეკვატურად ფიქრობენ საკუთარ თავზე. ითხოვენ ადამიანებისგან იმას, რაც არ დაუმსახურებიათ. ვიღაცისგან ითხოვ, რომ აი ასეთი საჩუქარი გაგიკეთოს, ვიღაცისგან ითხოვ, რომ ასე მოგესალმოს, ვიღაცისგან ასეთი ხარისხის ერთგულებას ითხოვ. ვიცი რა, თუ რაიმე გინდა რომ გაგიკეთონ, პირველ რიგში შენ მოეკეცი ასე ადამიანებს. შენ აჩუქე ვიღაცას ის, რაც შენ გინდა რომ გაჩუქონ. შენ მიესალმე ადამიანებს ისე, როგორც შენ გინდა რომ გესალმებოდნენ. შენ შეეხიდე გაჭირვებაში ხალხს ისე, როგორც შენ გინდა რომ გეხიდებოდნენ გაჭირვებაში. იმიტომ რომ რასაც თესავს ადამიანი, იმას იმკის. ეს თავმდაბლობაა ძვირფასებო. ერთხელ ერთ ჩემს თანამშრომელს ადრე, 10 წლის წინ დავიბარე და უთხარი. მონახე მეთქი შენი პროფესიის ოსტატი, ვინც იყვანს მოწაფეებს და მე ფულს გადაგიხდი მეთქი, რომ შენ პროფესიონალურ დონეზე აიმაღლო შენი ხარისხი. მე მეგონა გავახარებდი. მე მეგონა იმას გაეხარდებოდა, რომ დაახლოებით $500 უნდა გადამეხადა იმისთვის, რომ
ამ ადამიანს ესწავლა თავისი საქმის უკეთ წარმოება. გამეფუტა. შენ რაო ფიქრობო რომ მე არასწორად ვაკეთებო ჩემს საქმესო. სიმართლე გითხრა ძალიან კმაყოფილი არ ვიყავი, მაგრამ არც უკმაყოფილი არ ვიყავი. უბრალოდ მინდოდა რომ ახალ დონეზე ავსულიყავით. მე ვთხარი არა, მასე არ ვფიქრობ. მე მინდა რომ შენ ერთ-ერთი საუკეთესო გახდე ქალაქში. მე მინდა რომ ოდესღაც მე რო ვეღარ დაგასაქმო შენ იმდენად ძლიერი იყო რომ ქალაქში გიცნობდნენ და გიკვეთავდნენ საქმეებს. და ამაში დღეს მე გადავიხდი ფულს. სანამ ჩემთან იქნები, ჩემთან იმუშავებ. ვერ გავაგებინე ამ ადამიანს. არა, შენ გინდა თუ არა, არ მოგწონვარო. არა შენ უკმაყოფილო ხარ და მიმალავო. იცით ხანდახან ადამიანის დახმარება გინდა, მაგრამ ის იმდენად ამაყია, რომ შენგან დახმარების მიღებაც არ უნდა. იცი რა უნდა ქნა? უნდა დაიჩოქო, უნდა მიხვიდე და უთხრა, ო, დიდო თანამშრომელო, მე უღირსი შენ გჩუქნი $500 და იქნება. სადმე გადაწყვიტო, რომ ვიღაცა უბადრუკმა მასწავლებელმა 1-2 რჩევა მოგცეს და თუ საჭირო ჩათვლი, იქნებ გამოიყენო ეს რჩევა. ზოგს აი ასე უნდა მიუდგე. თორე ვერ დაეხმარები, გინდა რომ დაეხმარო და ვერ ეხმარები, იმიტომ რომ ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა. ველაპარაკები ადამიანს, ხედავ მის კონკრეტულ პრობლემას, მინდა რომ ვურჩო, ზუსტად ვიცი როგორ უნდა დავეხმარო, მაგრამ მეშინია რომ ვეტყვი რაღაცას. არ გაბრაზდეს. არ ეწყინოს. არ მოეჩვენოს რომ თავს ვამეტებ. ქონიათ ასეთი შემთხვევა ვინმეს თუ მარტო მე ვარ ეგეთი უცნაური. არსებობენ ასეთი ადამიანები. გინდა დაეხმარო და აი 1000-ნაირი ფსიქოლოგიური წიგნები არსებობს. თუ გინდა რომ ვიღაცას დაეხმარო წინსვლაში, იცი რა? ჯერ დაიწყე ლაპარაკი ესე, მე ხედავ შენ როგორი წარმატებული ადამიანი ხარ. 1 საათი უნდა უმღერო სიმღერა იმაზე, რა კარგია როგორი წარმატებულია. მერე უნდა უთხრა რომ მე ისიც დავინახე რომ შენ ძალიან ბრძნულად ღებულობ რაღაცა გადაწყვეტილებებს და ჯერ მისი ამბიციები უნდა დააკმაყოფილო და მერე უნდა უთხრა ესეთი რაღაცა. მაგრამ შენ გაქვს შანსი კიდე უფრო მეც მიაღწიო და ასე ვფიქრობ რომ აი ამასაც თუ ჩაასწორებ, უკეთესი გახდები. მთელი 1 საათიანი პრელუდია იმიტომ გქონდა რომ აი ეს გეთქვა. ამაზე წიგნები არსებობს და მეცნიერებები. რატომ იცით? რატომ გახდა საჭირო ასეთი წიგნების წერა, იცით? იმიტომ რომ ადამიანები არიან ამაყები. იმიტომ რომ ადამიანებს არ სიამოვნებს. როდესაც ვიღაცა შენიშვნას აძლევს. გამოგიტყდებით და არც მე არ სიამოვნებს. მე ვიცი რომ თქვენ ძალიან გსიამოვნებთ, მაგრამ მე არა ვარ ასეთი. მე მიწევს ხოლმე საკუთარ თავზე შრომა. წლებთან ერთად ეს უფრო მიადვილდება. წლებთან ერთად უფრო ვენდობი კონკრეტულ ადამიანებს და უფრო ვიცი ისინი რომ რაღაცას მეტყვიან, მათი ნდობა შეიძლება. მაგრამ თავიდან ასე ადვილიც არ ყოფილა. იცით რა მოხდა? იმ ჩემმა თანამშრომელმა ჩემგან ფული ვერ მიიღო. მაიძულა რომ მეთქვა რომ ხო აი ესენი არ მომწონს მეთქი. ძალიან გული ეთკინა. რამოდენიმე დღე დაჭირდა რომ გადაეხარშა ეს ყველაფერი. ბოლოს რო შევედი კაბინეტში, დამხვდა წერილი და ზედა წერა ბოდიშიო. მიხვდა. მაგრამ გვიან აღარანაირი სურვილი აღარ მქონდა რომ დავხმარებოდი. და არც გამიკეთებია. აი ხანდახან ადამიანებს ასე გვიშლის სიამაყე. მიდიხარ ღმერთთან, ელაპარაკები ღმერთს უნდა რაღაცა გაგიკეთოს, მაგრამ მისგან არ ღებულობ არაფერს. მისგან არ ღებულობ სწორ მიმართულებას. აი მიხვედი ეკლესიის მწყემსთან ამ მსახურთან, შენი პრობლემის შესახებ მოუყევი, დაგიჟდა დრო, დაგახარჯა 1 საათი, 2 საათი, მოგცა კონკრეტული რჩევები, მაგრამ ეს რჩევები შენ ქარს გაატანე. არ მიიღე. ისიც ჩააცივდა, მაინც და მაინც გთხოვს რომ ის გააკეთო. და საბოლოო ჯამში შენს დაიღალა, ისიც დაიღალა და არაფერი გამოვიდა. ასე ხდება ხოლმე. ეს ქალი ასე არ ყოფილა. გააგრძელა ყვირილი და ნაცვლად იმისა რა უთხრეს, ო დიდია შენი რწმენა, ბარტიმეოს, ამ ქალს უთხრეს, ძაღლი ხარ შენ და შენ ღირსი არა ხარ.
და ამ ქალმა თქვა, დიახ, ძაღლი ვარ. დიახ, ცოდვილი ვარ. დიახ, ამაყი ვარ, მაგრამ ერთი შანსი ხომეც მეკუთვნის. შენ ხომ ამისთვის მოხვედი ესო, რომ ჩემნაირი ძაღლები, ჩემნაირი ცოდვილები დააყენო სწორ გზაზე. დიახ, მესროლოს თქვა მან, ვინც ცოდვილია. მე ცოდვილი ვარ. მაგრამ მე ვაღიარებ რომ ცოდვილი ვარ. და თუ ჩვენ ვაღიარებთო ჩვენს ცოდვებს, ის მართალი და ერთგული გწმენს, გპატიობს. და ისიც როგორ პატიობს, ივიწყებს შენს ცოდვებს და გაშორებს როგორც დასავლეთ აღმოსავლეთიდან. წარმოგიდგენიათ? თავის დამდაბლება როგორ ხსნის კარს ღმერთის კურთხევებისთვის. და იესო აი ამ დამდაბლობას, აი ამ თავის დამდაბლებას ასეთი რეაქციით ხვდება. ჰოი დედაკაცო, დიდია შენი რწმენა. მოგეცეს რაც გსურს. ახლა დავინახეთ რომ რწმენა თავის დამდაბლებას ყოფილა. მე ამას იმიტომ გიყვებით ძვირფასებო რომ რწმენა რაღაცა ჩვეულებრივი ფორმულები არ არის. რწმენა არის ცოცხალი გამოუვლინება შენი შინაგანი მდგომარეობისა, შენი შეცდომებისაც, შენი ძლიერი მხარეებისაც, შენი სიამაყისას და თავმდაბლობისაც. უბრალოდ ეს რწმენა არის სწორედ ის, რაც გაძლევს საშუალებას ღმერთთან იქონიო დახუნძლული, სრულფასოვანი, სავსე ურთიერთობები. ამენ. დანიშნულება რწმენისა ის არის, რომ შენ დაემსგავსო ღმერთს და ღმერთმა მოახერხოს მოგცეს ის ყველაფერი, რაც შენ გჭირდება. მაგრამ თუ შენ არ იცი, რომ რწმენა იმის გარდა, რომ მტკიცე დაჯერება არის რაღაცის, იმაშიც გამოიხატება, რომ არ უნდა შეწყვიტო ღაღადი სანამ არ მოგისმენენ. არ უნდა შეწყვიტო ბრძოლა, თუნდაც გილიკობდნენ შენზე, თუნდაც დაგცინოდნენ, თუნდაც გსაყვედურობდნენ. არ უნდა შეწყვიტო მაშინაც კი რწმენი დგომა, როდესაც გეუბნებიან რომ ცოდვილი ხარ და არ იმსახურებ. არ უნდა შეწყვიტო არასდროს, სანამ არ მიიღებ. იმიტომ რომ ასე წერია, გამუდმებით მიხევით იმის აღიარებას, რისი იმედიც გაქვთ, იმიტომ რომ აღთქმელი ერთგულია. სანამ არ მიხვალ, დააკაკუნე და გაგეღება, ეძიე და იპოვი. ასეა ღმერთი. ერთხელ იესომ თქვა, იყო ერთი უსამართლო მოსამართლე. ამ ქალს არა მარტო სჯეროდა რომ მოსამართლეს სამართალი უნდა გაეჩინა. ამ ქალმა ამ მოსამართლეს ყელში ამოუყვანა და მოსამართლემ ბოლოს თქვა, ღმერთის არ მეშინია, ხალხის არ მწვენია, მაგრამ ამ ქალმა შემაწუხა. რო თენდება, მაგის კაკუნით იწყება ჩემი ცხოვრება, სახში რომ მივდივარ, დაღლილი მაგის ყვირილი მესმის ეზოდან. მოდი რა, გაუჩენ სამართალს და დამანებოს თავი. და იესომ თქვა, აი ასე. თქვენი დაჟინებულობის გამო მაინც შეგისმენ. ანუ რწმენა თურმე დაჟინებულებაც ყოფილა. ხედავთ, რამდენი რამე არ რწმენა, მაგრამ შენ რომელი გჭირდება, რა სფეროში გჭირდება, საიდან გჭირდება რწმენის წარმოჩინება დღეს, ეს შენ და შენმა ღმერთმა იცით. მე შეიძლება რაღაცა ვიმსჯელო და ვივარაუდო. ერთ ადგილს წავიკითხავ კიდე და ძალიან მალე ვამთავრებ. იყო ერთი კაცი, ნაყამანი. ვის ახსოვს ნაყამანის ისტორია? კეთროვანი კაცი, ხო? თავარსარდალი, პატივდებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ გამოაგზავნეს ისრაელში, უნდა რომ განიკურნოს, გამოვიდა ელისე, უთხრა რომ წადი იორდანეში 7 ჯერ, ჩაყვინთე, ამოხვალ და ძახვალ განკურნებული. და ნახეთ რა წერია. ეს არის მეორე მეფეთა ახალ ბიბლიებში, მეორე მეფეთა 5:11. განრისხდა ნაყამანი, წავიდა თან თქვა, აჰა, ვიფიქრე, უსათუოდ გამოვა. დადგება უფლის თავისი ღმერთის სახელს ახსენებს. კეთრიან ადგილზე დამადებს ხელს და განკურნავს მეთქი. თურმე რატო გაბრაზდა იცით ნაყამანი? იმიტომ კი არა რომ უთხრეს რომ შენ ვერ განიკურნებიო და ჩვენ ღმერთს არ შეუძლია შენი განკურნებაო. ისე არ შესთავაზეს განკურნება, როგორც ნაყამანს ჰქონდა წარმოდგენილი. ნაყამანი იძახის, მე ვიფიქრეო, ამ ხელამ თავარსარდალი კაცი წამოვედიო,
გამოვიდოდა წინასწარმეტყველი, ახსენებდა თავისი ღმერთის სახელს. მერე თავის ხელს ჩემს კეთროვან ადგილებზე დამადებდა, ილოცებდა და ასე განვიკურნებოდი. აი ასე ვფიქრობდი მე. და ასე არ მოხდა. ნახამას რწმენა კი ქონდა, რომ ისრაელის ღმერთს შეეძლო მისი განკურნება, მაგრამ რა ფორმით შეეძლო მისი განკურნება? აი ამაში ღმერთის და ნაყამანის აზრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ამიტომაც ნაყამანი პატიოსანიკაცივით განრისხდა აქეთ კიდევ, გეგონება იმასთან მივიდა ვიღაცა რაღაცის სათხოვნელად. განრისხდა, ილანძღება და მოდის, მე მეგონა ესენი ხალხი იყვნენ და იცით, აი ეს ჩვენი არასწორი მოლოდინები, ჩვენი არასწორი წარმოდგენები, ჩვენი არასწორი შეხედულებები, ჩვენს ფიქრში დადგენილი ნორმატივები და სტერეოტიპები ხშირ შემთხვევაში არის სწორედ ის მიზეზი, რის გამოც ჩვენს რწმენას ღმერთი ვერ პასუხობს. მეთანხმებით? რა მნიშვნელობა აქვს, როგორ განკურნავს ღმერთი, ოღონდ განკურნოს. გინდა გითხრას, რომ ჰაერში ახტი სამჯერ. დახტები და განიკურნები. რა გინდა? ღმერთია და როგორც უნდა ისე განკურნავს. ამენ? ოღონდ ღმერთმა მოგიტანოს სიკეთე ცხოვრებაში და რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მოგიტანს? მთავარი ხომ შედეგია. მაგრამ შეიძლება შენი წარმოდგენით შენ შეაბრკოლო ღმერთი. შეიძლება შენ რო გინდა ისე რო არ ხდება, ამის გამო საერთოდ გული აგიცრუდეს და წახვიდე და დაკარგო. აი მე ასე მეგონა. აი მე ასე ვფიქრობდი. ამიტომაც აღარ მინდა საერთოდ არაფერი. კიდევ კარგი ამ ნაყამანს ჭკვიანი თამდაბალი ხალხი ყავდა გვერდით. და უთხრეს, ბატონო, რაიმე რთული რო ეთქვა შენთვის, ხო დაუჯერებდი. მაგალითად 5000 მეტანია უნდა გააკეთო. 997 ხვარი უნდა დაკლა. მერე ეს უნდა მოამზადო, ის უნდა მოამზადო და მერე განიკურნა. ერთი რამე გითხრა, ჩადე 7 ჯერ იორდანეს წყალში და ამოდი. სინჯერა. თავიდან ალბათ ბუზღუნებდა, გამანები კაცო თავი, მაგრამ მე twinში დაუჯდა ისე. რას კარგაო. მოდი ღმერთს დავემორჩილები რა. და ნაღამანი თავისი გულისხმებით სიარულის ნაცვლად ემორჩილება იმას, რასაც ღმერთი ეუბნება ელისეს პირით. ნახეთ უკვე რწმენა რაში გამოიხატება. ჯერ ერთი იმაში, რომ არ მიდიხარ და შენ არ უკვეთავ ღმერთს, იმას როგორ უნდა დაგეხმაროს. მეორე იმაში, რომ შენ მზად ხარ მოისმინო, რას გეტყვის ღმერთი, რომ ის გააკეთო და დაიმკვიდრო. მე არ ვიცი ახლა იქ რა რეაქცია ქონდათ მის მსახურებს, ან ელისეს, ან გეხას, მაგრამ შეიძლება არ დაუყვირეს, დიდო ნაყამან, დიდია შენი რწმენა, მაგრამ ფაქტია, რომ ნაყამანი დაემორჩილა ღმერთის ხმას და განიკურნა. ამენ? ნახეთ რწმენა რა ყოფილა? რწმენა მორჩილებაც ყოფილა. რწმენა ყოფილა წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე მისვლა ღმერთთან. ღმერთო, მე უნდა გავთხოვდე. მე ბედნიერი ოჯახი უნდა მქონდეს და წელს ახალ წლამდე უნდა გავთხოვდე. თარა და ღმერთ ჩაფიქრებული აქვს, რომ აპრილში გაგათხოვოს რა. იცით, ჩვენ ხანდახან ის გვინდა და ისე გვინდა, როგორც ჩვენ გაგვეხარდება. იცით რატომ? იმიტომ რომ ღმერთის არ გვჯერა და არ ვენდობით. შენ რომ მიცოდე ღმერთს როგორ უყვარ ხარ და როგორ აქვს შენთვის გამზადებული ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, ყველაზე საუკეთესო ხერხი და გზა იმისა, რომ გაკურთხოს, შენ მაინც და მაინც შენსას არ ჩაეჭიდებოდი. ნახეთ ტიმოთეს რას ეუბნება? მოციქული პავლე მეხუთე თავის 21 მუხლი. მოწმობ ღმერთის უფალი იესო ქრისტესა და რჩეულ ანგელოსთა წინაშე, რომ წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე დაიცვა ჩემი რჩევები. დაიცვა ჩემი რჩევა სხვა რა არის? და მე მორჩილო, რასაც მე გეუბნები. თუ ღმერთისას გეუბნები. ოღონდ ისე კი არა, შე რო წარმოგიდგენიაო, წინასწარ აკვიატებული აზრების გარეშე დაიცვა ჩემი რჩევებიო.
და მიკერძოებით არაფერი გააკეთო. როგორ ფიქრობთ, პავლემ იცოდა, რასაც ლაპარაკობდა? იცოდა თუ არ იცოდა? რაღაცა მე მგონი უკვე დამეღალეთ. აი რწმენა თურმე ამასაც ნიშნავს. რომ წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მიდიხარ ღმერთთან და ემორჩილები იმას, რასაც გელაპარაკება. როცა ამას აკეთებ, იესოს მხოლოდ ერთი რეაქცია აქვს. დიდია შენი რწმენა. აი თითქოს აქ 10 ადამიანი ზის ყველა ერთნაირი, მაგრამ ვიღაცამ იქიდან დღეს დილას მოისმინა ღმერთის ხმა. და ვითომ არაფერი ეს უხილავი ხმა იმდენად ირწმუნა, რომ ამ ხმას დაემორჩილა და გააკეთა, რა თქმა უნდა წერილის მიხედვით. ჩვენ რაღაცა ჰალუცინაციებს არ ვენდობით. და ღმერთმა ზეცაში შენიშნა ეს ადამიანი. არა იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებული გააკეთა, არამედ იმიტომ რომ გააკეთა ის, რასაც ქვია რწმენის წარმოჩინება. დიდია შენი რწმენა. ამენ. ერთ ადგილსაც აგიკითხავთ და მართლა ვამთავრებ. ეს უკვე ებრაელთა მიმართ წერილში. როდესაც ასეთი რწმენა გაქვს, შენ ვერაფერი გაჩერებს. ნახეთ რა წერია. კიდევ რა გითხრათ? ებრაელთა მე-11 თავის 32 მუხლიდან. კიდევ რა გითხრათ? დრო არ მეყოფა რომ გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე ვილაპარაკო, რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს. იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს, შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ מחვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხეთა ჯარებს, ცოლები გაცოცხლებულებს ღებულობდნენ, თავიანთ მკვდრებს სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ. ზოგმა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები დაითმინა. მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ, מחვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხრისა და თხის ტყავებით, განიცნიდნენ ნაკლოვანებას, შევიწროებას, ტანჯვას. ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მათი მთელი ქვეყნიერება, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევებში. აი ამ ყველა ხალხზე იცით რას ამბობს იესო ქრისტე დღეს? დიდი იყო მათი რწმენა. ეს ადამიანები ყველაფერს რასაც აკეთებდნენ რწმენით. ამენ. მოდი წამოვდგეთ ახლა ძვირფასებო. მე მინდა რომ სული წმინდას მივმართოთ დღეს და ვთხოვოთ იესო ქრისტეს სახელით რომ დაგვეხმაროს ის ყველა კონკრეტულ სიტუაციაში. დაარბილოს ჩვენი გულები და როდესაც რაღაც კონკრეტულ ადგილზე აღმოჩნდებით, სადაც ჩვენ გადაწყვეტილება გვექნება მისაღები, სული წმინდა დაელაპარაკოს ჩვენს გულებს და დაგვანახოს რა იქნება იმ კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენი რწმენის გამოხატულება. ამენ. წინა შაბათს ვინ იყავით აქ? გახსოვთ იმ სტუმარმა რა თქვა? ღმერთი დამელაპარაკაო და მითხრა თუ გინდა რომ შენს ცხოვრებაში ჩემი მოწოდება აღსრულდეს, შენს მეგობრებთან ერთად მსახურების მერე პარკში სიარულს თავი დაანებეო. გახსოვთ ეს ამბავი? იცით? არაფერი აკრძალული არ იყო პარკში წასვლაზე, მორწმუნე მეგობრებთან ერთად. პარკში წასვლაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ღმერთმა იცოდა რა იყო იმ ადამიანების გულშიც, ამ ადამიანის გულშიც და იმ სიტუაციიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე დაელაპარაკა მას. ამ ადამიანს ისე ძალიან უნდოდა რომ ღმერთის ნება აღესრულებინა. ისე ძალიან უნდოდა რომ თავისი რწმენა წარმოეჩინა, რომ მისი გული დარბილებული აღმოჩნდა და შეძლო ისეთი რამის მოსმენაც, რაც ერთი შეხედვით წმინდა წერილს არ ეწინააღმდეგებოდა. აი ეს მინდა რომ გთხოვოთ ახლა.
რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ წმინდა სულს, რომ დაგვეხმაროს და ჩვენი გულები ისეთი ფაქიზი და რბილი გახდეს, ისეთი მგრძნობიარე, რომ ერთი შეხედვით შეიძლება რაღაცა მისაღებიც კი იყოს, მაგრამ ჩვენ მაინც მივხვდეთ, რომ ღმერთი მარჯვნივ კი არა, პირდაპირ წასვლას ვთხოვს. ან ამის გაკეთებას კი არა, იმის გაკეთებას ვთხოვს. რომ მოვიქცეთ ისე, როგორც ღმერთს აქვს დადგენილი და არა ისე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, ისე რომ ღმერთს ერთადერთი რეაქცია ქონდეს ჩვენს აქციელზე. დიდია შენი რწმენა, ჩემო შვილი. ამენ. მოდი ვილოცოთ.